რა კარგი. What the რა? სამიანი აგურია? რა? მე არ ვიცი შადოსნური ბენდენა კი ასე ამბობ, მაგრამ ცხრიანგული. არა, თუ გინდა შეცვალე კარტი, არ არის პრობლემა. შევცვალო? დაძაბული. დაძაბული ჩავ. თავი და როქნათ. რა? ორწა. ლევანდელ ვიდეოში მე და ლევანი ვაკეთებთ ფოკუსებს. თუმცა, ცნობილი ადამიანების მიერ გამოგზავნილი დავალებებით. ჩვენ მივიღეთ 6 დავალება 6 სელებრიტისგან. ისინი გავინაწილეთ შემთხვევითობის პრინციპით, როგორც ხედავთ, ლევანის მოუწევს რუსკა მაყაშვილის, ხვიჩა მაღლაკელიძისა და ლაშა გელაშვილის დავალებების შესრულება, ხოლო მე შევეჭიდები ტატო ბაციკაძის, გიორგი კალატოზისა და აკაკი დარბაიძის გამოგზავნილ დავალებებს. იმისათვის, რომ ჩვენთვის სტიმული მოეცათ, კომპანია ჰანიბიმ გამოგვიგზავნა თავიანთი უჯანსაღესი და უგემრიელესი პროდუქცია, რომელსაც გამარჯვებული მიიღებს მათგან. მაშინ არ დავაყოვნოთ და ვნახოთ პირველი დავალება. ხალხებით ლევან და ლუკა, ხო და თქვენთვის მაქვს ესეთი დავალება. მე მინდა რომ ფოკუსი გააკეთოთ პლასტიკური ბარათის საშუალებით. აბა თქვენი წარმატებები. მოკლედ მე მხვდა წილად პატივი შემსრულებინა რუსკა მაყაშვილის დავალება და პლასტიკური ბარათით უნდა შევასრულო ფოკუსი. ხო და რა ვიცი, უნდა ვიპოვო ვინმე კარგი რუსკას ენერგეტიკის მატარებელი ხალხი მინდა რა, აი გიჟები რომ წამოყვნენ და წავიდე. So what's your name? Matteo. Matteo and? Oscar. Okay, so I have cards. All cards are different, right? Okay. Yeah, so I will mix them. And so your mission is to say just stop anywhere, okay? Okay. Just tell me stop. Stop. Here? Yeah. Are you sure? Yeah. Okay, just take this card Okay. and hide all of them Okay. with you. So here in my wallet, I have a few plastic cards, okay? I have like maybe 10, I don't know, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. So can you tell me any number between 1 and 8? 7. 7. Are you sure? Yeah. Okay, give me your hand. Okay, 1, 2, 3, 4, 5, 6. And this is our card number 7. And look at this card. From the back side, there is only one card. So- 6 of hearts. What was your card? 6 of hearts. It's magic. You like it? Yeah. როგორც ხედავთ, ლევანიმ ძალიან კარგად გაართვა თავი პირველ დავალებას, ამიტომ ახლად რო ვნახოთ გიორგი კალატოზის გამოწვევა, რომელსაც მე შევასრულებ. სალამი ლევან და ლუკა, ესე იგი, ჩემი დავალება არის შემდეგი. მე მინდა რომ ფოკუსი გააკეთოთ ციგნის დახმარებით. შენი სახელი? ნეუტრე კაპანაძე. კი ბატონო, მე ლუკას ასიამო. სასამოვნოა. მოგცემ წიგს, ესეთი დავალება უნდა მოგცემ. ნახე, ერთი გვერდი უნდა ავირჩიოთ ამ წიგში, ნებისმიერი გვერდი. რეალურად ორი გადაწყვეტილება გაქვს. შეგიძლია ის გვერდი დაასახელო, რომელიც გინდა რომ მოვძებნოთ, ან უბრალოდ შემთხვევითობის პრინციპით სადღაც გავჩერდეთ და რომელი გვერდი წამოვა, იმაზე უნდა შევჩერდეთ. აი 112. შენ დაასახელებ. 112 გვერდი. კი ბატონო, და რა მაინტერესებს? ანუ ეს გადაწყვეტილება რამესთან არის დაკავშირებული რიცხვი 112 შენთან თუ უბრალოდ არსაიდან. კი ბატონო. მოდი გავამართვი ეს წიგნი, მაგრამ ჯერ არაფერი არ გააკეთო. ეხლა მე გავხსნი წამზო. დავნიშნავ მე 10 წამს, აგერ არის 10 წამი დანიშნული. ჩავრთავ და შენ გექნება 10 წამი, რომ მოძებნო ეს სიტყვა წიგში 112 გვერდზე და დაიმახსოვრო, ნახე პირველი სიტყვა ამ გვერდის, კარგი? მე წიგნი აწიე რომ მე არ დავინახო, შენ რა მოძებნო 112 გვერდი ზუსტად და მოძებნო პირველი სიტყვა ამ გვერდის და დაიმახსოვრო. ასევე აჩვენე კამერას. დაიმახსოვრე? კი. კარგი. დახურო წიგნი? შეგიძლია დახურო. შეგიძლია დახურო. და მოდი მე ეს რაღაცას გავაკეთე, უნდა გამოვიცნო შენ მიერ დასახელებული სიტყვა. ოღონდ საქმე ის რომ მე არაფერი არ მიწერია აქ, ალბათ ყველა ადასტურებთ, ხო? კაი, ერთი წუთი. შეგიძლია ეხლა წარმოიდგინო, რომ უბრალოდ გახარ დაფის წინ და აი ამ სიტყვას 100 წერო უბრალოდ, კარგი? ეს რო წარმოიდგინო. კარგი, ერთი წუთი.
მოახდინე სრული კონცენტრაცია ამ სიტყვაზე, კარგი? კაი, დაასრულე? კი. კაი, წუთი. კაი, შეგიძლია ხმამაღლა დაასახელო, რა სიტყვა იყო? დაძაბული. დაძაბული? დაძაბული ჩავმა. კაი, თავი დაროხნათ. არ ვიცი, საინტერესო, რადგანაც მეც მიწერია ერთადერთი სიტყვა, რაც არის დაძაბული. ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. შემდეგი დავალების შესრულება კი ლევანის მოუწევს, რომელიც ხვიჩა მაღლაკელიძემ გამოგიგზავნა. ამიტომ მოდი არ დავაყოვნოთ და ვნახოთ დავალება. ჩემო უნიჭიეროსო ლევან და არანაკლებ ნიჭიერო ლუკა. ეხლა ერთი დავალება უნდა მოგცეთ. მე როგორც ბოთფიალი ამ ჟანრის და საერთოდ მიკრომაგიის, მე მსურს რომ თქვენ ორივემ ქუჩაში გააჩეროთ პირველივე არა, არც მეშვიდე, მე-11 გამომვლელი არა, გამვლელი, ანუ რომ ჩაგივლით და უკვე თქვენს კი ზურგით რო იქნება და რომ დაუძახეთ, მოდიო, აჩერებთ. ჯერ გაეცნობით და ერთ პატარა ტრიუქს ჩაუტარებთ ფოკუსს, რომ მიხვდეთ, რომ თქვენ ილუზიონისტები ხართ და მაგრები ხართ და შემდეგ თქვენი აი მთელი ძალების და მაგიის გამოყენებით ისე იზამთ, რომ იმ გამვლელმა, რომელიც მე-11 აუცილებლად, არ ვიცი, პლაში ეცდება თუ არა უკვე დათბა, გაგიკეთოთ უნდა თქვენ ფოკუსი. პატივისცემით ხვიჩა მაღლაკელიძე. როგორც ხედავთ, ლევანი მარტივად ვერ გამოძრება, რადგან მან ჯერ 11 კაცი უნდა გადათვალოს, ამიტომ ლევანიმ დრო არ დაკარგა და დაიწყო ხალხის დათვლა. ის სამი რო გამოივლის, ამერია სათვალავი თავიდან რა, დამჩა 9 ადამიანი 800 მიუმატ. ერთი კიდე თავიდან უნდა დავიწყო. ხალხის თვლის დროს ლევანს ერთი ასეთი უცნაური კითხვა გაუჩნდა. ითვლებოდა თუ არა ორსული ქალი ორ ადამიანად, რაზეც დავალების ავტორისგან ასეთი პასუხი მიიღო. ორსული ქალი ითვლება 1.7-ად. მე კიდე 8. იქ რო მოდის ქალი, ის არის number 6. იმის მერე მრჩება კიდე 5. ეთქვა პირდაპირ დავალება. და პირველ რიგში მინდა რომ შეამოწმო, ეს არის ჩვეულებრივი დასტა და ყველა კარტი არის აბსოლუტურად განსხვავებული. თუ გინდა აჩეხე, გადაჩეხე, გადაჩეხე, რაც კიდე გააკეთე. ჩვეულებრივი კარტია ნამდვილად. აი მარტივად ეხა რომ არ იფიქრო რომ ვიღაც თაღლითი ვარ, მარტივად უცებ სწრაფი რაც შემიძლია, ავიღებ მაგალითად კარული ჯვარი აიყოს, ესე შიგნით მოვათავსებ, ჰოპ, ამოდი ზევით. დარწმუნდი რომ ილუზიონისტი ვარ, ხო? მაგრამ მე ვაპირებ რომ გავაკეთო განსხვავებული რაღაც. მინდა რომ შენ ჩაგატარებინო ფოკუსი. აი, მინდა რომ აურიო დასტა და მითხრა რომ ერთი ნებისმიერი კარტი ამოვიღო და დავიმახსო. ჩამოვიღე. ბატონო. აჰა, დავიმახსო რომ მოვათავსო შიგნით, ხო? კარგი. ეხლა უნდა აჩეხო დასტა, აურიო, დაურიო. კარგი. და ერთი კარტი სახით ქვემოთ, ისე რომ არავინ არ დაინახოს, უნდა დამიდო ხელის გულზე და კი. და მითხრა რომ აი ეს იყო ჩემი კარტი. როგორც ილუზიონისტმა. აი. ეს იყო ჩემი კარტი. შემდეგი ეტაპი რა არის? ილუზიონისტი ეკითხება ყოველთვის, რომ სანამ ნახავ, მანამდე მითხარი რა იყო შენი კარტი. რა იყო შენი კარტი? ჩემი კარტი იყო 4-იან გული. გამოგივიდა. გილოცო შენ ამ ილუზიონისტი ხარ? გილოცო. მადლობა დიდი. და შემდეგი დავალება მეგობრებო, ბატონი აკაკისგან, აკაკი დარბაიძისგან. აკაკი დარბაიძე რომელია? როგორ არის წიმიდი? ასა. რომელმაც გადმოგცა ესეთი დავალება? გაუმარჯოს ბიჭობაზე. კარო, ჩემი თხოვნა არის რომ ფოკუსი გააკეთოთ ბენდენებით, ბრატ. გააკეთეთ. გამარჯობა, შენი სახელი? გივი. სასიამოვნოა, მე ლუკა. მოკლედ, შენთვის მაქვს ეს საინტერესო ფოკუსი. მე აქ მაქვს ბარათები წამოღებული, სადაც წერია სხვადასხვა დედაქალაქები მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითად, ვარშავა, კაირო, კიევი, ბრაზილია, პრაღა, ტოკიო, თბილისიც არის მათ შორის და ასე შემდგომ ყველა არის განსხვავებული. ხო მართალი ვარ? აბსოლუტურად ყველა. მოდი, შემთხვევითობის პრინციპით მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩამოვშლი დასტასა, სადაც გაგეხარდება, იქ უბრალოდ უნდა მითხრა სტოპ. კარგი? სტოპ. აქ. დარწმუნებული ხარ? არა. კი ბატონო. სტოპ. აქ. დარწმუნებული ხარ? კი. კი ბატონო. ნახე კარტი თუ შეიძლება, აჩვენე მათ შორის კამერასაც. და ეს რაღაც უნდა გავაკეთოთ. მინდა რომ ეხა წარმოიდგინე, რომ აი ამ ქალაქში მიდიხარ, დგახარ სადღაცას და მთავარ ღირსშესანიშნაობას უყურებ. გაქვს ეგეთი წარმოსახვა? კი ბატონო, შეგიძლია დაასახელო რას უყურებ? ხმაღალ თქვა? კი. ეიფელის კოშკი. ეიფელის კოშკი. ხო. ან ეიფელის კოშკს უყურებ, საინტერესოა.
რეალურად მე შემეძლო ეს გამომეცნო ესე უბრალოდ, მაგრამ საქმე ისა ის რომ ბატონმა აკაკი მოგცა ასეთი დავალება, რომ მე ეს ფოკუსი უნდა გამეკეთებინა ბენდენით. აქ მაქვს მე ჩემი ბენდენა წამოღებული, შევკრავ ბენდენას და შენ გაქვს დასახელებული ღირსშესანიშნაობა ეიფელის კოშკი, ხო? ერთ წუთით თიც დავატკაცუნებ და მე არ ვიცი ეს ჯადოსნური ბენდენა კი ასე ამბობენ, მაგრამ აქ არის ერთადერთი ღირსშესანიშნაობა ეიფელის კოშკი. პირველი ვეზე უნდა გავჩერებულიყავ. არ ვიცი რა მოხდებოდა, არ ვიცი. მადლობა, ეიფელის კოშკი მეგობრებო. მგონი ძალიან საინტერესოდ ვიდის ყველაფერი, თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა ლევანს ყველაზე დიდი მონდომება ხმართებს, რადგანაც შემდეგი დავალება მან მიიღო არც მეტი არც ნაკლები ლაშა გელაშვილისგან. ამიტომ მოდით ჯერ მოვისმინოთ დავალება. სალამი ბატონ ლუკას და ბატონ ლევანს მორიგი ჩელენჯის ვიდეოს იღებთ ხო და გაჩელენჯებთ რომ ფოკუსი გააკეთოთ ხელების გარეშე. აბა, წარმატებები, ბიჭებო. აი, მოკლედ, ლაშაგელაშვილის დავალება დამჩა, ხელების გარეშე უნდა გავაკეთო ფოკუსი და რას გავაკეთებ, აზია ვარ მე თვითონ ხელების გარეშე. რაღაცა იქნება რა. გამარჯობა. გამარჯობა. მოკლედ, მე მაქვს ესეთი დავალება რა, ფოკუსი უნდა ჩავატარო ხელის გარეშე. ამიტომ აი, პირდაპირ დასტა შენ თვითონ რო ამოიღო ჯიბიდან, მე არ შევეხები. გახსენი, ამოიღე კარტები. შეამოწმე რომ ყველა კარტი არის აბსოლუტურად განსხვავებული. აჩეხე აურიე როგორ შენ გაგიხარდება. კარგი. და ეხლა შეხედე, შენ გაქვს თავისუფალი გადაწყვეტილება. ერთი კარტი დაიდე ხელის გულზე, ისე რომ ვერც მე დავინახო, ვერც შენ დაინახო. დაიდე ხელის გულზე. და გამოწიე წინ. მოკლედ, ალბათ კარგად დააკვირდებოდით, რომ ამოიღო ეს კარტი, ერთი კარტი და ზუსტად ეს იყო ის კარტი, რომელზეც მე ვსაუბრობდი. ფოკუსის დაწყებამდე გონებაში ვიმეორებდი, რომ რატომღაც რაღაც განსხვავებული მაგია აქვს კარტს, რომელიც არის წითელი ფერის, უნდა იყოს რიცხვი, ალბათ ცხრიანი გული, ხო? ცხრიან გულს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა ჩემ ცხოვრებაში. რა კარტი აირჩიე ეს შენ? ცხრიან გული. თუ გინდა შეცვალე კარტი, არ არის პრობლემა. შევცვალო? შენ თვითონაც არ შეხედო, ისე ამოირჩიე ერთი კარტი. კარგი. აჩვენე კამერას, რომ ერთი კარტი გიდევს. ნამდვილად, მოკლედ, მეც ვერ ვხედავ რა კარტია. და ჩემი წინასწარმეტყველება, რომ შენ ხელში გიჭირავს რვიან აგური. ამოტრიალე კარტი. რვიან აგურია. და დროა გადავიდეთ დღეისათვის ბოლო დავალებაზე, რომელიც ისევ ერთ-ერთი ოქტოპუსის წევრისგან, ტატო ბაციკაძისგან მივიღეთ. სალამი, ლევან და ლუკა, ჩემი დავალებაა, რომ გამლელს გავუკეთოთ ფოკუსი თვალახველმა. მოკლედ მეგობრებო, შემდეგი დავალების დროა და გამიცანი თუ შეიძლება მითხარი. დავითინე. სასეონო მე ლუკა. სასეონო. იმედია წარმატებით დასრულდება ჩვენი ფოკუსი. იმიტომ რომ ესეთ დავალება შევხვდა, რომ ფოკუსი უნდა გავუკეთო თვალახვეული. ხო. ამიტომ ორმაგი გამოწვევა მაქვს. შეგიძლია შევამოწმო რომ ვერაფერს ვერ ხედა მგონი. ხო, რა ხდება რა უკვე ვერ ხედავ. კარგი. ეხლა რა ხდება? აქ მაქვს დასტა, იმედია სწორად მიჭირავს ეს დასტა, ხო? პირველ რიგში დასტაში აბსოლუტურად ყველა კარტი არის განსხვავებული. ნახე შენ დავალება უბრალოდ ჩამოვშლი მე სადმე და სადაც გაგიხარდება იქ გამაჩერო სტოპ მითხრა, კარგი? სტოპ. აქ დარწმუნებული ხარ? კი, დარწმუნებული. არ შეცვლი გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ. კი ბატონო, მაშინ ნახე ის კარტი, რომელზეც გავჩერდით, აჩვენე ასევე კამერას. მინდა მე თქვა რომ გავიხედებით, ხო, მაგრამ აზრი არ აქვს, მაინც ვერ დავინახავ. ხო, ვერ დაინახე რა თქმა და უნდა. მოათავსე ისევ საიდან წავიდეთ. კი ბატონო. ეხლა რეალურად მე უნდა გამოვიცნო შენი კარტი. თვალები რომ მქონდეს უფრო გამემარტივდებოდა, იმიტომ რომ აზრებს რამენაირად წავიკითხავდი, მაგრამ მოდი რა გავუკეთოთ ეხლა იცი? გონებაში სწრაფად იმეორე უბრალოდ შენი კარტი, კარგი? იმეორე. სამიანი აგური. სამიანი აგური იყო კარტი? კი. კაი. ანუ გამოვიცანით, ხო მართალია? ხო. მაგრამ არ გვიპოვია შენი სამიანი აგური არის სადღაც შუაში, ხო? კაი, ეხლა იცი რას ვიზავ, აი სადღაცას ჩამოუშლი და სტოპ მითხარი ისე სადაც გაგიხარდება. სტოპ. აქ. დარწმუნებული ხარ? კი, დარწმუნებული ვარ. არ შეცვლი გადაწყვეტილებას. არ შევცვლი გადაწყვეტილებას. კაი, მოდი მოვუჭრი კარტს. ვატკაცუნებ შესაძლებელია ზევით ამოვიდეს. რა კარტია? სამიანი აგური. სამიანი აგური. მაგრამ მოიცა რა გავაკეთე. როგორ რაღაც გავაკეთოთ, იცი? მოდი კიდევ ერთხელ ვცადოთ ეს ყველაფერი ერთი წუთი.
მითხარი სტოპსადმე? Stop. აქ. გადავჭრი და რაღაც ერთ კარტს ამოვატრიალებ. ეს არის სამიანი აგური, ხო? არა. არ არის? სამიანი აგური არ არის. არ არის ნამდვილად სამიანი. ხო. აი გადმოვატრიალებ ერთ. აგური არ არის. ეს რა კარტი? What the fuck? რა? სამიანი აგურია? რა? მაგრამ შეხედე რეალურად ახლა შეიძლება იფიქრო რომ საიდან კეთდება ხო ეს? ხო. ანუ სამიანი აგური კი, მაგრამ ყველა ჯერზე ამოდის სამიანი აგური, ხო მართალი ვარ? ხო. რეალურად საქმე იცი რა არის რომ უბრალოდ წარმოიდგინე რომ დასტაში ყველა კარტი არის სამიანი აგური. აი ხო. ლოგიკურია ხო? ყველა ჯერ გაჩვენებს სამიანი აგური. შეიძლება სამიანი აგური არის ანუ ყველა სამიანი აგურია დასტაში. უბრალოდ წარმოიდგინე ეს, კარგი? წარმოიდგინე და როცა მზად იქნები მითხარი. წარმოვიდგინე რომ ყველა არის სამიანი აგური. შეგიძლია ახლა გონებიდან აი ეს აზრი აიღო უბრალოდ და გადმომცე. გადმომეცი? ხო. კაი. და შენს აზრს ახლა უბრალოდ დასტაში ჩაუშვებ ძალიან ფრთხილად, კარგი? მე ხა არ ვიცი შენ რა წარმოიდგინე, მე ვერც დავინახო, მაგრამ თქვენი რეაქციით მივხვდები რამდენად სწორად წარმოიდგინე ის რაც გითხარი. შეიძლება დასტაში აბსოლუტურად ყველა კარტი. რა? შეიძლება დასტაში აბსოლუტურად ყველა კარტი გახდეს სამიანი აგური. აბსოლუტურად ყველა კარტი, მაგრამ საქმე ის არის რომ მე ხა ეს დასტა აღარ დამჭირდება, იმიტომ რომ სულ სამიანი აგურებია, ამიტომ ცოტა ხანს მოდი ამ სამიან აგურს აღარ განახებთ. მოიცო? ამას დაგიბრუნებ შეიძლება გავმართვი. მოვიცი რა და ისევ გადმოვატრიალებ კარტს, სადაც აბსოლუტურად ყველა კარტი იქნება ჩვეულ მდგომარეობაში. იმედია სწორად გაჩვენებთ, ხო? დიდი მადლობა. რა? მოკლედ მეგობრებო, ასე დასრულდა ჩვენი დღევანდელი გამოწვევა ცნობილი ადამიანი. ჩაია და კარგი კი ბატონო, ძალიან კი, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აუცილებლად. პატივი და ჩაგვიწერა ვიდეო. ჩვენმა სპონსორმა გამოგზავნა იმ ადამიანისთვის პროდუქცია, ვინც შეასრულებდა ამ დავალებებს. და ეხლა რა ხდება თუ ორივე ვასრულებთ? პირველი ხომე შევასრულე. კი ბატონო. ხო, მრჩება მე, მაგრამ არა. ჩვენი სპონსორი კეთილია. და მან 2 კილა თაფლი გამოგზავნა. ერთი ჩემთვის, ერთი გამარჯვებულისთვის. გამარჯვებული არის? მე 2 კილა მაქვს მე. აი დაგიკავშირდეთ პროდიუსერ, მადლობა. აი თუ გინდა გამოჩნდეს თქვენც არ არის პრობლემა. აი. ოკეი, აურა ბექსტეიჯი აუნერვიულდი სცენა გაიჩით. კაი, მადლობა. რომელმაც გადმომცა ესეთი დავალება, რომ ფოკუსი უნდა გავაკეთო ბენდენის გამოყეავო. მხელებს ძალიან ცუდად შრი რა, თავიდან მიდი. ამოგიჭრი მაგას. რატო ამომიჭრი? აი რაში რა. მინდა რომ იყოს. ესეთი დავალება შეხვდა, რომ თვალახვეული უნდა გავაკეთო ეს ფოკუსი. ორსა, მოდიში. მოდიში. კაი, მიდი. ორსა.